კაი, მოდი დავიწყოთ ახლა საინთ პირველ რიგში გაგვეცანი, გითხარი ვინ ხარ, რას წარმოადგენდა, რატომ დაიწყეთ ტრეიდინგი, ეგეც გითხარი. გამარჯობა ყველას, მადლობა რომ აქ ხართ გვიყურებთ. მე ვარ საინტა, 21 წლის. რატომ ტრეიდინგი? მაგაზე ძალიან ისეთი პასუხია, რომ ან ყოველთვის ესე ვთქვათ მიდრეკილებასავით ქონდა, რომ ონლაინ ფული მეშოვა ხოლმე რა. ანუ ერთი მინუსი რაც ქონდათ, ყველა წინა ვერსიებს ასე ვთქვათ, იყო რომ ყველა იყო short term რა, მაგალითად ყველაზე ცნობილი იყო, რავი, Tesla ვიდეომედია, მე მგონი ყველა მიცით რა და ყველა პირამიდა იყო ძირითადად და ისეთ ალტერნატივას ვეძებდი, რაც სტაბილურად მომიტანდა ფულს და რაც სისტემატიურად იქნებოდა. როცა დავიწყე ძებნა ასე შემდეგ, ყველაზე მარტივი გზა არის TikTok-ი და მაგიდან მივაგენი ტრეიდინგს, მაგიდან მივაგენი ამ სერვერს. დაახლოებით წელი და 3 თვე გავიდა, რაც უკვე ტრეიდინგში ვარ და მაგიდან წარმოვიდა ჩემი ტრეიდინგში საქმე რა, ასე ვთქვათ, ტრეიდინგის საქმე. ერთი წელზე ოდნავ მეტი გავიდა დაახლოებით, რაც დავამთავრე ICT mentorship-ი ბისთან და დანარჩენს თქვენ ხედავთ უკვე რა შეუძლია ამ ადამიანს და ის mentorship-ს. კაი და მაინტერესებს, ჩვენზე საიდან გაიგე? TikTok-იდან. TikTok-ზე შეხვდა. TikTok-ზე ბევრს ხვდება ხოლმე ჩვენი ვიდეო. ეხლა ჩვენზე არ მინდა ველაპარაკო, მაგრამ მაინტერესებს, შენ რატო გამოხატე ნდობა ჩვენდამი რა? დაახლოებით 1 წლის წინ არც იყო, სხვა არავინ არ იყო საქართველოში. თქვენს გარდა, იმინა სხვა არ იყო ბაზარზე, ვინც ამ ყველაფერს ასწავლიდა და თან ასწავლიდა ასეთ დონეზე. ციხარი. და ხარ როცა შემოდიხარ სერვერზე და თან ესეთ რევიუებს როცა ხედავ, ლაივში ხედავ ამ ყველაფერს, როცა შედეგებს ხედავ შენი თვალით, მე მგონი მაგაზე სადაო აღარაფერი აღარ არის ფერი. ასე გები. კაი. მოდი ახლა მაშინ შენ გითხარი. ტრეიდინგში ყველაზე სასიამოვნო რა არის და ამ გზაზე ყველაზე სასიამოვნო რა იყო შენთვის და მე გადავიდე სხვა რაღაცებს. დაახლოებით 1 წელი თითქმის შედეგს ვერ ხედავდი, რაც უნდა მოსულიყო რა, ჩემი გარკვეული პრობლემებიდან რაღაც მიზეზების გამო და როდესაც ეს ყველაფერი პირველი payout-ი იყო რაღაც სასწაულის შეგრძნება, იმიტომ რომ ხო ვიცოდი რომ შესაძლებელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც შენი თვალით ნახავ ამ ყველაფერს, როცა შეიგრძნობ, მან ხვდები უკვე რომ ლიმიტები აღარ გაქვს და შედიხარ ამ საქმეში ბოლომდე და 4 თვეში თქვენს ხედავთ რა შედეგს მივაღწია, როცა პირველი payout-ი გამოვიტანე ერთ account-ზე რა. კაი, პირველი payout-ი იყო, ჩემთვისაც ეგრე იყო, რომ პირველი payout-ი იყო რაღაც შვება რა, რაღაცა მომიხსნა მხრებინა რაღაცა რა. ფრენა შემიძლია, იმენა სოფლიო ჩემია რა. კი, ძალიან დიდ თავდაჯერებულობას ვმატებს. მაშინ გითხარი ყველაზე დიდ შეცდომას რას უშვებდი, რამაც შედეგამდე ისი გამოსწორებაც ამ შედეგამდე მოგიყვანა. შეცდომა რა იყო? ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ მეშინოდა ტრეიდის გახსნა ხოლმე რა. ძალიან ისე ურთხილდებოდი, funded account-ებს, გეგონება რაღაცა ოქრო ყოფილიყო რა, რეალურად დემოა ხო, challenge-ის და funded-იც არის დემო რა. სანჯიმებაზრებოდა ხოლმე კაკრას მაგას, ძალიან ვიცი, ბევრს ვიცი, რომ ეს ასე თქვა პრობლემა თქვენს გაქვთ, რომ funded-ებს და challenge-ებსაც ისე ურთხილდებით, გეგონება რაღაცა სასწაული იყოს რა. ჩათვალეთ, არის ჩვეულებრივი დემო. რეალურად დემოში იხდით ფულს რა. და როცა ეგ ყველაფერი რაღაც ძლივს გავიაზრე და გადავლახე, მე უკვე სეტაპებსაც დავინახავდი, ჩემი სეტაპი თუ იყო, ჩვეულებრივად შევდიოდი ხოლმე. რამოდენიმე თვის წინ, 1-5 თვის წინ, იმენა მეჩინოდა ხოლმე, იმიტომ რომ ყოველთვის ის ფიქრი, პირველი მომდიოდა ის ცუდი ფიქრი, ხარო წავაგო და რაღაც ცუდი ეგ იყო რა, ჩემი თვისება, ასე ვთქვათ. რომ ცუდად ფიქრობდი, პირველს ცუდს ფიქრობდი, შიში, სიხარბე და ასე შემდეგ რა. ხო, ყველა ცუდი რა უნდა მოხდეს, ხო? ყველა ცუდი რა შეიძლება მოხდეს, უბრალოდ ის თანხა დაგარგო, რაც გადაიხადე, მაგრამ ეგ გადახდილი თანხა, რომ წააგებ, ეგ იმას არნიშნავს, რომ შენ არაფერი არ ისწავლე მაგი და არ გამითარდე, შეცდომების არ უნდა გეშინოდეს რა. ის ფოტო რავი თუ გინდა გამოაჩინე იმ დღეს რო ჩაგიგდე, მარტო my funded-ზე რამდენი account-ი მაქვს დაფეილებული. ხო.
16 თუ რაღაც ეკაუთი მაქვს მარტო MyFinder-ზე დაფაილებული აჰა. ჩელენჯებიც და ფანდებიც. და ცალკე Apex-ზე, Top Steps-ზე და კიდე რამდენი ეკაუთი მაქვს არც მახსოვს რა. აჰა. მაგრამ ანუ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დანებდეთ. აი 1, 2 და 5 დაფეილებული ჩელენჯი და ფანდები იმენა არაფერია ტრეინინგში. ეგ არის ყველაზე მინიმალური რა. აჰა. და ანუ არ მიცეთ პროსტა მაგ წაგებებს და იმის უფლება რომ აი აჰა. შეგაშინოთ რაღაც დაიძაბოთ და ასე შემდეგ. პირიქით ეგ არის ის ნაწილი და ის გზა რომელიც ჩემი აზრით აუცილებლად ყველამ უნდა გაიაროს. აი აქედან აი ეს მოხვედი აქამდე. მარტო MyFinder-ი. კაი. აი ეს არის მარტო MyFinder-ი. შენ ხა აქ ბევრი გვისმენს რა და ბევრი ფიქრობს რომ თუ ეგზე უნდა გავიარო არ მინდა რაღაცა რა. აი რამდენად გიღირდა შენ აი ეგ წვალება რომ ამ შედეგამდე მოსულიყავი. შენ ეს ღირდა მაგ ეგ წვალებად? აი 100 შანსი რომ მქონდეს 100 ჯერ წავიდოდი ამ რისკზე კაი. და ამ რო გწოდნოდათ სულ თავიდან რომ ამის გავლა მოგიწევდა. გაიმეორებდი იგივეს? აი თავიდან უკვე დავფიქრდებოდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ რაღაც გარკვეული წაგებები მექნებოდა, რაღაც გარკვეული რისკი იყო, მაგრამ ანუ თლად ასე არ ველოდი რა. აჰა. ნუ შეიძლება ესეც ინდივიდუალურია, მე პირადად შეიძლება ბევრი წაგება და მომიწია და დაკარგვა. აჰა. მაგრამ ნუ რომ ცოდნოდა რა თქმა უნდა, მაგრამ თლადამდე არ ველოდი ყოველ შემთხვევაში, რაც ისი გაწირვაც მომიწია, ასე ვთქვათ რა. არა უშავს, ანუ თავარი არის რომ ეგ ყველაფერი ამად ღირდა რა, ანუ მეც თავიდან როცა ვტრეიდობდი, ბევრი წავაგე მეც რა, შეიძლება ვიღაცისთვის ეხა ჩემთვის ეგ ფული არაფერი არ იყოს რა, მე მაშინ რო წავაგე, მაგრამ მე მაშინ რაც გამაჩნდა, ეგ იყო და მაგას ვაგებდი რა და მაგრამ ვნანობდი, მაგრამ ეხა რომ მაგ პროცესში ვიყავი, აი როგორ იცი, აი ბოლო ფულებით ასე ვთქვათ რა. ხო, მეც ეგრევე ვიყავ. მე ჩემი ბოლო ფულით ვიყავი და ძალიან მიმძიმდა ხოლმე რომ ეკაუტს კარგავდი რაღაც ისე. ხო, მაგრამ ის reward-ი, ანუ ის შედეგი, რა შედეგსაც გაძლევს ეს საქმე რა, აი პირველივე თვეში ის ყველა წაგებული მანამდე ყველაფერი ნახლდება, ანუ ყველაფერი წყალში ვარდება. წელი რაც გავაგე, ერთ თვეში ამოვიღე. აი როცა შედეგზე გავედი, აი მთელი წლის განმავლობაში რაც წაგება მქონდა, აი ერთ თვეში ამოიღე. და ჩემი აზრით მაგას როცა გაიაზრებთ რაღაც წესით არავის არ უნდა გქონდეს ის რომ აი მაგას ვერ გავრისკავ რა. როცა იცი რომ შეიძლება ვიღაცას 2 წელი დაჭირდეს, შეიძლება ვიღაცას 3 წელი, ეს ინდივიდუალურია, მაგრამ აი როცა იმ ეტაპზე მივხვალთ რომ უკვე სისტემატურად დაიწყებთ ამ საქმიდან ფულის შოვნას, დამიჯერეთ ის 1 წელის და 2 წელიც რაც სარგებთ, აი საერთოდ არაფერი იქნება და ჩვეულებრივად ერთ თვეშიც კი ამოვიღებთ და კიდე პროფიტში გახვალთ რა. აა ეგრე არის. კაი. აი როდის დაინახე შენი პირველი რომ მიხვდი რა ხო იცი ამ ტრეიდინგში არის რაღაცა რა. როცა აი უკვე რომ აი ესეთ ბაზარი break-even ფაზა ქვია რა. break-even ფაზა არის როცა ვერც მოგებაში გადიხარ, ვერც დაგებაში გადიხარ რა. აი როდის იყო და აი შენთვის რა იყო ეგ რომ აი რაღაცა ткаც და შეიცვალა და მიხვდი რა პრობლემაც იყო და რა პრობლემა რა შეცდომასაც უშვებდი. როდის იყო და რა იყო ეგ შენთვის თუ გახსოვს? კი, როგორ არა, აი მოკლედ პირველად რომ გავპასე ეკაუთები და რაღაც ჩელენჯები და ფანდედები, ნუ აი ძალიან წარმოიდგინეთ 4 თვე მქონდა, 2 ფანდედ ეკაუთი მქონდა 4 თვე ისე, როგორც pay-out-ზე ვერ გავდიოდი და ვერც ვაფეილებდი რა, აი იმენა break-even-ზე ვიყავი, რაღაცას მოვიგებდი, მე ისევ წავაგებდი, წავაგებდი. და ზუსტად ეგ პერიოდი იყო ის, რომ აი ჩემ თავთან დავჯექი, ჩამოვწერე რაღაც წესები მეთქი ან ყველაფერი ან არაფერი რა. ეგ იყო ის პერიოდი ზუსტად როცა მე შინოდა ტრეიდის გახსნა, ან თუ ხსნიდი, ადრე ხსნიდი ხოლმე, ან უაზრო ადგილას ხსნიდი და ისევ break-even-ზე ბრუნდებოდი ხოლმე რა. და როცა ეგ ყველაფერი საბოლოოდ გავიაზრე და კაკრას ეგ პერიოდი იყო, რომ სანჯის ვებაზრებოდი მაგაზე. სანჯი მირჩია ეგ ყველაფერი, რომ შემეხედა ამ ყველაფრისთვის, როგორც დემოთ ეს ჩელენჯები და ეს ფანდედები. და ნუ როცა ეგ ყველაფერი გავიაზრე, რომ მართლა ნუ რეალურად დემოა და დემოში ვიხდი ფულს, როგორც დემოს უდგებოდი და დემოზე რასაც ხსნიდი, ზუსტად იგივე ტრეიდების გახსნა დავიწყე ჩელენჯზე და ფანდედებზე. და ნუ შედეგი სადაც მოვედი, მე უკვე ხედავთ რა, იმიტომ რომ აი დემოზე ვიყავი მართლა აი შეუჩერებელი რა, მაგრამ აი როცა უკვე ფანდედზე გავდიოდი, აი ფსიქოლოგიურად მირყავდა ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ჩემი ბოლო ფული მქონდა რა, გადახდი. და როცა ეგრე ხარ ფსიქოლოგიურად მაგრად გაწובה და გრუზ რომ აი ბოლო ფული გაქვს და აი რომ დაკარგო და ეგეთი ფიქრები გაქვს რა. და ეგ უნდა გადალახოთ და შეხედოთ ჩელენჯს და ფანდებს ისე როგორც დემოზე ხართ და დემოზე ხსნით მაგარ ტრეიდებს რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ეგრე ვიცი. კაი. სანჯი, მე მეკითხვა გაქვს?
შენ იქ არის კიდე ბევრი კითხვა, მაგრამ შენ თუ გაქვს რამე კითხი. ბიჭო ჯერ არა მაი ბოლოსკენ მე ვიკითხა რაღაცებს. კაი. აი ხალხს ახლა ვიცი რომ ბევრს აინტერესებს შენი მარკეტზე ხედვა როგორი სისტემატიური არის რა და მოდი ახლა მე მინდა ერთი რაღაცა კითხო, მე კი ვიცი პასუხი, მაგრამ შენგან მინდა რომ ხალხმა გაიგოს ამაზე პასუხი. აი რამდენად მნიშვნელოვანია ტრეიდინგში რომ გაქვს სისტემა შემუშავებული, რომ შენ ახლა სისტემის გარეშე თუ შეიძლება, ანუ სისტემაში გეგმა იგულისხმება ძირითადად, მაგრამ სისტემაში ეს ტექნიკურ მხარეზე ვლაპარაკობ რა, ისეთ სისტემა რაც როცა მოდიხარ მარკეტში ჯდები, ერთ-ეგებ რაღაც უნდა უყურო, იქნება ეს გააკეთებ, არ იქნება არ გააკეთებ რა, რამდენად მნიშვნელოვანია გეგმა სისტემატიური. აი, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც. თუ თქვენ მარკეტზე შემოდიხართ და ჯდებით გეგმის გარეშე და პროსტა ხან ერთი დღე რაღაცას უყურებთ, ერთი დღე რაღაცას უყურებთ, აი ჩათვალეთ, რომ აი ჩვეულებრივი გემბლინგია ეგ. თუ რაღაც კონკრეტული გეგმა არ გაქვთ თქვენ ჩამოწერილი, რაც უნდა მოხდეს რა, მაგალითად ავიღოთ liquidity swap და SMT. თუ ეგ უეჭველი გაქვს გეგმაში და ხედავ რომ შენ მარკეტზე ეგ არ ხდება იმ კონკრეტულ მომენტში, როცა სეტაპს ეძებ და მაინც შედიხარ, ანუ ჩვეულებრივად გეგმის გარეშე ტრეიდობ და შენ წესებს არ უღებ. რაც ჩემი აზრით არის ჩვეულებრივი გემბლინგი რა. და ეგ არის ის წესი, რომელიც ყველა ტრეიდერმა უნდა დაიცვას. კი, თავიდან ძალიან რთულია და მესმის, რომ აი ის პერიოდი მეც მქონდა, რომ აი ძალიან გინდა, რომ სუ ტრეიდში მინდოდა ყოფილიყავი. აი სუ მინდოდა პროსტა მთელი დღე მარკეტზე. აი ესე ვიჯდე, მთელი დღე ყოფილიყავი ტრეიდში. და აი ეგ იყო ყველაზე ჩემ ყველაზე დიდი შეცდომა რა. მთელი დღე რომ მარკეტს უზიხარ, აი ეგ არის ძალიან ცუდი ჩვევა, იმიტომ რომ ძალიან იღლება ტვინი. და როცა დრო მოდის AM-ის დრო მოდის და საქმეზე მიდის რომ შენ საქმე უნდა გააკეთო, აი მაგ დროს უკვე შენი ტვინი არის გადაღლილი და ვეღარ ითვისებს იმ ყველაფერს რა, რაც უნდა ქნას და გააკეთოს. კაი, ეხლა მინდა ცოტა აი სუ დამწყებებს თუ არა დამწყებებს გადავალ ორი წამი, მაგრამ აი რა არჩევას მისცემდი იმას უკვე რომ ვინც უკვე სისტემაც აქვს, იცის რა უნდა გააკეთოს, გეგმაც აქვს, მაგრამ ამ ყველაფერს ნაკლებად ააკეთებს. იცის, მაგრამ არ ააკეთებს. აი რა არჩევას მისცემდი რომ აი მაგზეს და სწორგზეს დაატნენ რა. რა არის საჭირო მაგისთვის შენი აზრით? აი ეგ უკვე ფსიქოლოგიური პრობლემა როა, ხო, რომ ხო. ხო, აი ეგ ძალიან გამიჭირდა. რო არა და არ ააკეთებ რა, იმასაც საჭიროა. კი, აი ზუსტად ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ აი ვერ შვებოდი რა, რაღაცა მაკავდა და ერთ-ერთი რაც დამეხმარა, აი მართლა პროსტა მარტო დაჟექით თქვენ თავთან ოთახში მარტო და თქვენ თავს აი ჩამოუწერეთ თქვენი მკაცრად წესები, აი რაც აუცილებლად უნდა დაიცვათ. აი ეგ იყო, როცა ეგ პერიოდი როცა მქონდა, აი გავხსენი ჟურნალი ხელით ჩემით ჩამოუწერე ყველაფერი და ყოველი AM სესიამდე სანამ AM სესია გაიხსნებოდა, მე დოაქ ლეპტოპთან და ყოველთვის უყურებდი მაგ წესებს. რომ მეთქი ესა და ეს უნდა დავიცვა აუცილებლად. თუ ესენი არ იქნება, მაშინ ტრეიდში არ შევა. თავიდან ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ 1-2 არ უღებდი, მეთქი 1-2 არ აუშავს რაღაც ის, მაგრამ მე მარკეტმა რო ჭყვა მასწავლა და წავაგე ტრეიდები და რაღაც, ეკაუთიც რო დავკარგე, ფანდედიც რო დავკარგე, აი მანდ მივხვდი რომ წესებს თუ არ დავიცავდი, შედეგზე ვერ გავიდოდი და აი მაგან შემცვალა და მიშველა ყველაზე ძალიან უკრა. კაი, ეხლა შენ ის მითხარი, აი დამწყები იწყებს დამწყებს უნდა რომ ტრეიდინგ შემოვიდეს რა. ნუ შეიძლება ელემენტარულად შეერკვეოდეს რა. რა რჩევას მიცევდი იმას რა, რაც შენ თავის ძროზე არ გააკეთე და ამათ გინდა რომ გააკეთონ, რომ სწორგზაზე დადგინე. რა რჩევას მიცემდი ყველაზე მეტად, აი გულიდან რა მოგდის რა. ეგ გითხარი. აი ძალიან სერიოზულად მიუდექით ტრეიდინგს, როცა თავიდან იწყებთ და არ მიუდგეთ ისე, რომ აი თითქოს რაღაც საით ჰასლად გქონდეს რა. ან ტრეიდინგი გახადეთ თქვენი მეინ ჯობი, ასე ვთქვათ, მთავარი, რაზეც აი სულს და გულს ჩაუდებთ, რასაც ქვია და აი ღამეებს გააცენებთ, იმიტომ რომ სულ თავიდან პირველი რამოდენიმე თვე არ ვუდგებოდი ეგრე რა, აი ის როგორც რამოდენიმე თვეების მერე მაგალითად ღამეებს რო უთენები და რაღაც. აი თავიდანვე რომ ამ ყველაფერს აი სული და გულით მიუდგეთ და ღამეების გაათენოთ, ერთი წელი რო ღამე გაათენოთ, არაფერია დამიჭერეთ, არ გაგიჭირდებათ იმ შედეგის გამო, რა შედეგიც გელით წინ. გაიხარეთ. კაი, ეხლა შენ გითხარი ჟურნალის მნიშვნელობაზე რა. ყველა მასწავლეს ამას ვალაპარაკებ და ჟურნალზე გითხარი რამდენი მნიშვნელოვანი არის ტრეიდინგში, რომ ჟურნალი იქონია. და რა შედის ჟურნალში ეგრეთ უთხარი ხალხს ზოგმა არ იცის.
ჟურნალი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი თქვენ თუ ჟურნალს გააკეთებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენ თავზე გაქვთ უკვე ყველანაირი ინფორმაცია, იმიტომ რომ თქვენ ჟურნალში წერთ და უნდა შეავსოთ ის ყველაფერი, აი მაგალითად შევედი მარკეტზე, დავინახე ესა და ეს, ესა და ეს. ანუ რასაც რეალურად მარკეტზე ხედავთ, ეგ ყველაფერი დადექით, ჩამოწერეთ ჟურნალში, რატომ შეხვედით ტრეიდში, რა დაათარგეთეთ, რა გქონდათ, სად გქონდათ stop loss-ი, რამდენი გარისკეთ, ნუ ეგ ყველაფერი, რომ overall-ში გქონდეთ ის ყველაფერი, რომ აი თქვენ თავზე ინფორმაცია და data. რომ აი მაგალითად AM-ზე ესე და ესე რო ხსნით ტრეიდს, უკეთესი win rate მაქვს და შედეგი მაქვს. ლონდონზე ასე და ესე რო ხსნი უკეთესი და შემდეგ როცა უკვე მიხვდებით, რომ აი მაგალითად AM-ზე ამას და ამას რო შვები, win rate მაქვს მაგალითად 70, ხო? და ლონდონზე ამას რო შვები 60 მაქვს და ნუ აი თქვენ თავზე ინფორმაცია რო გაქვთ, ბევრად მარტივია მე რომ შედეგისკენ სწორად წახვიდეთ და სწრაფად წახვიდეთ. ო აი სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათა შორის მე და სანჯი ძალიან მაგარ რაღაცას გიმზადებს ჟურნალთან დაკავშირებით ხალხო, რომ სტატისტიკა ისე გქონდეთ შემუშავებული და ისე შეაგროვოთ, რომ ზუსტი პასუხები და ზუსტი ყველა თქვენ კითხვაზე პასუხები მიიღოთ. კაი, ეხა ის უთხარი, ხალხს ისი მოსმენაც უნდა რა. კითხვა საინტერესო რამე? გუპასუხებს. კი, აი როგორი იპოვე შენი სტრატეგიაო რა და აი კითხვა ეგ რა. ნუ პირველად მე დავიწყე ICT კონცეპტებით, დაახლოებით ნოემბერში მოვრჩი ICT კონცეპტებს რა. ICT კონცეპტს და დაახლოებით თებერვალში მე არ ვიცი იცი თუ არა, სანჯი ასევე ასწავლის კვარტელი თეორიას, რაც არის ნუ ჩემთვის საერთოდ სხვა სამყარო და სხვა განხრა, იმიტომ რომ აი მარკეტზე ჩემთვის პირადად მაგაზე ზუსტი არაფერი არ არის. კი ICT არის ძალიან კარგი რაღაც და ძალიან მაგარი რაღაც, მაგრამ აი კვარტელი თეორია არის საერთოდ სხვა სამყარო. და აი ზუსტად ეგ დამეხმარა, რომ მეპოვა ჩემი სტრატეგია. რომელიც აი მაგ კონცეპტით, აი პირადად მე მაგალითად, ანუ შეიძლება ხშირად ვერ გავხსნა სეტაპი. ბევრს უყვარს რომ ყოველ დღე ტრეიდობს და კვირაში 4 და 5-ჯერ, მაგრამ მე ეგრე არ ვარ, ანუ არა აქვს მნიშვნელობა. შეიძლება კვირაც გავიდეს რომ სეტაპი არ გავხსნა რა. მაგრამ მე როცა ვიცი რომ ამ კონკრეტული სტრატეგიით მაქვს რავი 70% win rate-ი სულ მაქვს მინიმუმ და ანუ risk reward-ი მაქვს ძალიან მაღალი, ანუ 1-3, 1-4 ყოველთვის მაქვს. და აი როცა აი ყველაფერი დავინახე რომ პირველად რო ვისწავლო და დავინახე რომ კვარტელი თეორია მაგ ყველა საშუალება 70% win rate-ი რო გაქვს და risk reward-ი 1-3-ზე რო გაქვს სულ მინიმუმ, აი მეტი რა უნდა გქონდეს მარკეტზე, აი ყველაფერი გაქვს ჩათვალე მაგით რომ წარმატებას მიაღწიო. და აი ეგ იყო ზუსტად კვარტელი თეორია, რაც შეცვალა ჩემი ტრეიდინგი ცხოვრების ბოლომდე ალბათ. შეახსენე ხალხს ბოლო 4 თვეში სადამდე გაკეთებული? ბოლო 4 თვეში $20,000-მდე მაქვს გაკეთებული, მაგრამ აი და აი მანამდე საერთოდ ცენტი არ მქონდა გაკეთებული. და რასაც ვაგებდი და 4 თვეში აი ყველაფერი. ღირდა ეგ ყველაფერი ამათ? ღირდა? აი ესეთი ბედნიერი ვარ ხოლმე ვიყავი. ო და კიდე რა თქმა უნდა ეხა ეს ხალხო არ გეგონოთ რომ აქ გაჭერდება. ეს ეხა რომ 20,000 ახლა იწყებს ჩათვალეთ რა. ახლა იწყებს, ანუ ის ტოპსტონეტი იმიტომ გახდა რომ არის სისტემატურად გააკეთა ეს ყველაფერი თვეების განმავლობაში. თან დიდი ხანია ვაკურდებოდით, დიდი ხანია ვიცოდით რომ მას ამ ყველაფრის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ იყო რაღაცები, რაც თავის-თავში უნდა გამოესწორებინა. რაც გამოასწორა და აი ზუსტად ეხა რასაც გველაპარაკება, რის გამოც მიიღო ის შედეგი, რა შედეგზეც ეხა გველაპარაკება და ყველაფერი აქამდე ილაპარაკა, რა იყო გარდამტეხი იმისა, რომ ყველაფერი იცოდა მარკეტზე, მარკეტს კითხულობდა, ისე როგორც ეხა კითხულობს, მაგრამ იყო რაღაცები, რაც გამოსასწორებელი ჰქონდა. აი ეხა შენ გველაპარაკე იმაზე, რომ აი შენ რო შენს ტექნიკურ ანალიზში დარწმუნებული ხარ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ტრეიდინგში თავდაჯერებულობა, რომ შედეგი მიიღო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თავდაჯერებულობა რომ მაკლდა, აი იდეალური სეტაპები, აი A+++ სეტაპებიც რომ მქონდა, მაშინაც კი მეშინოდა ტრეიდის გახსნა და მაშინაც კი მქონდა ის ფიქრები, რომ აი რა, ეხა რო წავაგო და ვაი და რო ვერ მოვიგო და აი ყველაფერი რა. თავდაჯერებულობა თუ არ გაქვთ, აი ძალიან გაგიჭირდებათ, მინდა გითხრათ, რომ აი შეიძლება სეტაპი საერთოდ ვერ გახსნათ. დემოზე გახსნით, მაგრამ აი ჩელენჯზე და ფანდეზე აი ვერაფერს ვერ იზავთ რა და ეგ უნდა გადალახოთ იმით, რომ აი თუ ხედავთ რომ ძალიან კარგი სეტაპია და მაინც გიჭირთ ტრეიდის გახსნა, რისკი გაანახევრეთ. თუ რისკავთ მაგალითად $250-300, გარისკეთ 100-150.
და აი ეგ იყო პირველი ეტაპი, რაც დამეხმარა უკვე თავდაჯერებულობის მომატებაში, იმიტომ რომ ძალიან დაბალი რისკით ნელ-ნელა გაუზარდე რა. იმიტომ რომ ეხა $100-ო წააგებ ჩელენჯზე, ნუ არაფერი ხდებით, არაფერი. აი $100 ყველაზე მინიმუმ. ხო. აი ჩემს შემთხვევაში მე მომიწია, რომ აი ცხოვრების ანუ როცა უკვე რაღაცა უკვე მივედი რაღაც პიკში არა, მაგრამ რომ მივედი ისე დონეზე, რომ ყველაფერი ვიცი მარკეტზე რა, ვიცი რა უნდა გავაკეთო, ვიცი რა არის საჭირო, გეგმაც მაქვს, ყველაფერი მაქვს რა. მაგის მერე პრობლემა რაც მქონდა მე, იყო ფსიქოლოგიური რა. აი ეს პრობლემა მე პირადად მოვაგვარე ტრეიდინგის გარეთ. ხდები, ანუ ტრეიდინგის გარეთ ჩემ თავს მივხედე ესე ვთქვათ რა. აი შენ შემთხვევაში თუ არის, რაც ცხოვრებაში ტრეიდინგის გამო ჩვევები პიროვნულად შეიცვალე იმის გამო, რომ ამ საქმეში წარმატებას მიგეღწია. აი თუ იყო და რა იყო? თუ გვეტყვი. ძალიან მნიშვნელოვანია, რა ვიცი, ტრეიდერი არ მინახავს, რომელიც არ ჯიშობდა. რა მე პირადად აი არ ვიცი რა. სუკანი ტრეიდერი არ არსებობს, გახსოვს ეგ სანჯი? სანჯი გახსოვს ეგ? იმენ არ მინახავს რა. აი რა. სუკანი ტრეიდერი არ არსებობს მეთქი რო თქვი ადრე. ხო? არ გახსოვს? მე რა გვიდეო დავშალე? ნეტა რატო? აი მიდი გაგზელი. აი დარბაზის, აი ვარჯიშის თემა არის დისციპლინაში და მაგ ყველაფერში რა მე პირადად ეგეც თან დამეხმარა. ვარჯიში სწორი კვება, ან აი და კითხვა არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეგ სამი რაღაც იყო, რაც ძალიან დამეხმარა მაგ ყველაფერში, იმიტომ რომ დისციპლინის პონჩი და დისციპლინის თემაში არის ყველაზე იდეალური რა. ანუ შენ თავს თუ ვერ აკონტროლებ და შენ თავს თუ არ გაქვს, ანუ არავინ არ ხარ ჩათვალე, არაფერი არ შეგიძლია და ეგ იყო ყველაზე მთავარი რა. აი, მოდი დოპამინი შევუსოთ ხა ხალხს და აი რა, შენი გეგმები მომავალში რა მატერიალური. რისი ყიდვა გინდა, რა იყიდი აქამდე თუ არა მეღირებული. და დოპამინი შევუსოთ ხალხს. პირველ რიგში ამ ხელა თანხის მერე ვაპირებ მანქანა რო ვიყიდო, ჩემი ყველაფრით, რავი, აი ძალიან მინდოდა ყოველთვის რომ ჩემით შემეძლო ყველაფერი და ჩემით მეყიდა პირველი. ნუ ეხა pay-out-ებიდან რაც გამოდის, დიდი ნაწილი მაგისთვის გადაიდება და დანარჩენი მიდის ისევ account-ებში, რომ კაპიტალი მაქსიმალურად და იგივე პროცესი გავაკეთო, რა მთელი ცხოვრება ალბათ. დავწერო მოკლედ. რა თქმა უნდა. გონიერი. კიდე არის რამე რასაც ტრეიდინგის გარეთ აკეთებ? M340 არა, უფრო C40. არა, ტრეიდინგი არის ჩემი ერთად, ანუ იმენა ტრეიდინგი გავხადე მარტო მთავარი საქმე და რაც ეგ, ანუ ტრეიდინგის შუა პროცესში რო ვიყავი, კიდე რაღაც საქმეებს ვაკეთებდი რა, მოკლედ. და მაგან სხვათა შორის ძალიან შემიშალა ხელი, იმიტომ რომ ფოკუსი რო გეკარგება ტრეიდინგზე და რაღაც სხვა თემებზეც რო ხარ გადართული, დართულია რომ ტრეიდინგში მოიხოდო, ასე იმიტომ რომ არ არის მარტივი სფერო, აი მართლა ძალიან რთული სფეროა, თუმცა დამწყები ხარ. აი, მოდი სანჯი თუ გინდა შენ რამე უთხარი და მე ცოტა კითხვებს უპასუხოს და რეკორდინგზე ავასრულებ და მე ხალხთან დავრჩე ცოტა ხანი. ეს კითხვა არ მაქვს რა, მაგრამ კარგად მახსოვს ერთი ის მომენტი, რომ აი ეს ბიჭები რა, ვისაც უყურებთ აქ და ვინც ლაპარაკობს და ჩვენთან ერთად მოდიან, თავიდან არაფერი არ იცოდნენ რა. ნელ-ნელა განვითარდნენ და ეტაპობრივად მე წინ წავიდნენ რა. მაგრამ ყველას თუ დააკვირდებით, ვინც იყო აი ამ სიტუაციაში მოწეული და ასე ვთქვათ, გამოკითხვაში რა. ყველას აქვს ერთი ძალიან საერთო თვისება რა, ეგ არის რომ ანუ ნელ-ნელა ეტაპობრივად თავიდან ყველა ცუდად იწყებს და მე ნელ-ნელა ვითარდებიან. იმ რისკ მენეჯმენტს იმ ყველაფერს ითვალისწინებენ და სწორად მიდიან რა. მაგრამ მაგათი ყველაზე მაგარი ფუნქცია და იდეაში კარგი რაც არის რა, რომ ეს ხალხი არის ძალიან დამჯერი რა. დამჯერი იმიტომ რომ რასაც ვეუბნებით რეალურად რა, ეხლა საინტასანასთან, ნუ ვინც არ უნდა იყოს, ეს ბევრთან ნალაპარაკები მაქვს პირადად და ანუ ყველაფერი ისე მithქვია, როგორც მე ვგრძნობდი რა თავის დროზე, იმიტომ რომ ჩვენს გავიარეთ ეგ პერიოდი რა. ამ ხალხს აქვს ძალიან დაბალი ეგო, რომ აი ყველაფერს ასაც ეტყვი რა, ისრუტავენ და მაგ ყველაფერს ითვალისწინებენ რა. მაგიტო არის ეხლა რომ რეალურად ესე მოკლე პერიოდში, ეხლა 4 თვეში რომ ამ ხელა თანხას შევავლობ რეალურად რა, ეგეთ რაღაცა ჯერ არც ერთ სფერო არ გაძლევს და მე მეორე კიდე ხოხტები, ანუ ცხოვრების შემცვლელი არის ბოლომდე რა. ხო და ყველა უნდა იყოს ეგეთი საუნდებლები რა, ანუ უნდა ითვალისწინებთ რასაც გელაპარაკებით, იმიტომ რომ გვესმის რა, ბევრი რაღაც და ბევრი რაღაც გვიკეთებია. დანარჩენი უკვე შედეგი, რავი, ძალიან ასწორებს. ნუ არის ეხლა რაღაც პრობლემები მაგალითად, რომ C53 AMG უნდა და BMW-ს არ ყიდულობს, თუმცა
ყველაფერში არის რაღაცები, შენი და მინდა მის გამოასწორებს და უკეთესი გახდება რა. აი, ხალხო, მოდი ახლა ჩატიდან დავუსვათ კითხვები. მაგას უპასუხოთ 1, 2, 3 რამოდენიმე კითხვას გაქვს. YouTube-ისთვის რამოდენიმე კითხვები იქნება. ოჯახს როგორი რეაქცია ჰქონდათო? 4 ეკაუთი მაქვს ტოპ-სტებზე 50000-იანები. სხვათა შორის ოჯახს ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდათ. ნუ დედაჩემს იმდენად არ ჯეროდა. მაგრამ მამა ჩემი იმენა იჯიგრულად რა როგორ მიწერება ფული და რა და ძალიან მისწორდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ მალევე უთხარი რა ჩემ მშობლებს და მაგას გირჩევთ, რომ მე კიდე რა შეცდომას დაუშვი იყო ის, რომ ბევრ ადამიანს, საკმაოდ ბევრ ადამიანს უთხარი, რომ ამ საქმეში ვიყავი. და გირჩევთ, რომ ეგ შეცდომა თქვენ არ გაიმეოროთ და არ გეგონოთ, რომ ყველა თქვენი მეგობარია და თქვენი ახლობელი რა. მამა ჩემს კამერი გონიო. აი საერთოდ არ უთხრა და აი მშობლები, ნუ ისეთი თემაა, რომ კი, მშობლებს უთხარით, მაგრამ მეგობრებიდან რაღაც გირჩევთ, რომ მაინც ახლობლებიდანაც და ყველგან არ თქვათ ამ საქმეზე, მით უმეტეს სანამ შედეგს არ დაინახოთ რა. Overtrading და reverse trading-ის პრობლემა თუ გქონდა, როგორ გამოასწორებ? კი, აღნიშნავს ეგ პრობლემა არასდროს არ მქონია მე. აი რაღაცნაირად აი პრობლემა არასდროს არ მქონია. აი, კითხვა კიდე break-even ეტაპზე ხარ თუ არა, როდესაც ბევრი წაგებები გაქვს, ან კაპიტალთან არჩევ და არ გეკო. ბევრი წაგებები ან მოგებები და წაგებები რა, არც იქით ახლა არც აქეთ. რომ დავიწყო დაახლოებით რამდენი ხანი დაგჭირდება, მინიმუმ 1 წელი ჯობა. back testing-ს სხვათა შორის back testing-ი რამოდენიმეჯერ ვცადე და 1-2 ჯერ მაქვს back test-ი გაკეთებული. არის როცა რაღაც ახალს ვსწავლობდი, მაგალითად ICT-ის სწავლის მომენტში რო ვიყავი და მე ქართლის სწავლის პროცესში რო ვიყავი, რასაც ახალს ვსწავლობდი, ყველაფერს ტესტავდი live market-ზე, ოღონდ demo account-ზე რა თქმა უნდა. და ეგ ბევრად დამეხმარა ემოციების და ფსიქოლოგიის თემაში, ვიდრე რაღაც წარსულის მარკეტი რა, რაც 2 წლის წინ მოხდა და 1 წლის წინ. 1 წლიანს დაბალი ფანატიკი ეკაც როგორ არის? ყველა სხვა მე მგონი საინტერესო ყველაზე მალე ველოდი შედეგს და სხვადასხვა და ყველაზე გვიან მივიღე. მაგრამ არა, ან რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს მაგას ახ თუ 1-2-3 თვეს და 4 თვეს არავინ არ დაძდებს. პირიქით, ანუ მეც 1 წელი დამჭირდა მინიმუმ, რა ვიცი. სუ კიდია ეგ ადამიანს, როცა შედეგზე მივა, რა მნიშვნელობა 10 წლის მერე შენ თავს დასცინებ, რომ იმ დროს რაღაცაზე ნერვიულობდი და 5 თვეს და 2-3 თვეს დასდევდი. აი გარი ძალიან ბავშვური. ეხლა ახსენდება რეებზე ნერვიულობდი და რეებზე დარდმობდი ხოლმე, აი მეც მეცინება ხოლმე შეთავაზე. აი, კიდე ერთი დღე შენი კონცენტრაცია ფულზე სავარაუდოდ არ არის და ახლა setup-ზე უფრო ხარ. მაგალითად ფულზე უფრო კონცენტრაცია რო ვაკვირდები და ამ პრობლემის გამო მიჭირს თუ გქონდა ეგეთი პრობლემა და როგორ მოაგვარეო. ფულთან? კი, მქონია ეგ და გირჩევ რომ აი USD სადაც გიწერია ეგ გადაიყვანო პროცენტი და ძალიან დაგეხმარება ეგ. როცა შევწყვიტე ფულზე კონცენტრაცია და გადავედი უკვე risk reward-ზე და საქმეზე დამართლა შედეგზე, აი მანდ უკვე ბევრად განვითარდი, ვიდრე იმ მომენტში, როცა ფულს უყურებდი. აი როცა ფულზე უყურებდი, ზუსტად მაგ პერიოდში ვიყავი ის რა break even-ის ფაზა რომ მქონდა. მოვიგებდი, წავაგებდი და აი ჩემი ფანდედები სულ 50000-ზე იყო რა სულ break even-ზე. თავიდან დიდი წაგებები ხალხო ვერ ექნებოდა, იმიტომ რომ პროფირმებზე ვტრეიდობდი, ხა დიდი წაგებები ვერ ექნება. ანუ დიდი რისკებით პროფირმეზეც არ შევდიოდი, ანუ ფანდედზე მით უმეტეს 150-ზე მეც არ გავდი, მით უმეტეს როცა ეს ტრეიდის გახსნის შიში მქონდა მაგ პერიოდში. მინიმალური ინვესტიცია რამდენი იყოს პირველ ჯერზე? რა ვიცი, 50-დან $150-მდე, მეტი არა. ხო, $100-მდე. ხო, ისა მენტორების როლი რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენის განვითარებაში? აი მე რომ ბისთან მივედი სასწავლად, რომ ICT უნდა მესწავლა, მაშინ არც ვიცოდი ქართელი რა იყო საერთოდ, просто ICT-ს სწავლა მინდოდა, იმიტომ რომ პირადად მე იმენა ICT-სგან ვიცოდი, მარტო liquidity sweep-ი რა იყო, ეგ ვიცოდი და fair value-გები, აი 2022-ის მოდელი ვიცოდი, აი ძალიან მექანიკურად რა, ჩათვალეთ არაფერი არ ვიცოდი რა. და აი ბის მენტორშიპი რო გავიარე, აი მაგ ერთ თვიანმა მენტორშიპმა ალბათ რა მინიმუმ 6 თვე დამაზოგინა ისე როგორც არაფერი. ანუ ეგ მენტორშიპი რო არ ყოფილიყო, მე ალბათ კიდე ერთი 6 თვით უკან ვიქნებოდი ახლა მინიმუმ, ყველაზე მინიმუმ. კოპრონა
წაგებასთან შეგუება კი რას თავიდან ფიქრობ ამ mentorship-ის დამჭირდება. წყალობით შეიძლება გახდეს არ ბლოდენ წარმატებული ტრეიდერი? აუ ფაქტის ახეზე ვარ აქ. ნუ როგორი თამამი ბიჭი ხარ აი უცებ მომეწონე რა. Demo Tradings, trading-ს no, no, trading-ზე. Send me a location. მანქანის მერე ყველაზე დიდი შენაძენი ალბათ ჩემი სახლი იქნება, რომელსაც მე შევიძენ თითოეულ ცენტს მე გადავიხდი, აი მაგაზე ბედნიერი წუთები არ მექნება ალბათ. ეს კაი. ადვარდი შოპ და მოდი მაგას ჩემთვის დავითვალე.